სერიას გათამაშებაში ბევრი გუნდი მონაწილეობს და მას ბოლოს მაინც ზლატან იბრაჰიმოვიჩი იგებს. ასე წერდა გაზეტა დელო სპორტი 2011 წლის მაისში. მაშინ შვედი ფორვარდი მილანში თავის პირველ სეზონს ამთავრებდა და ეს ფრაზაც მალე სინამდვილედ იქცა. დღეს 2010-11 წლების მილანს გავიხსენებთ. მაიკონი იყო ტიპი, ვის გამოც დანი ალვეს მარცხენა მცველად თამაშობდა ბრაზილიის ნაკრებში. უკან დგა პატო, რობინიო, ბიტბოქსით ბიტს უკეთებენ და ეს უმღერის ალ-ჯაზირას დაბადების დღეს ულოცავს. მაგ სეზონში შევქმენი გვერდი Facebook-ზე. ეგ შენი გვერდი იყო? რასაც არასწავლიან ხოლმე ხშირად საქართველოში მაგალითად ბავშვები. აჰა. ამ მილანზე სასაუბროთ ჩვენთან არის ანდრო ხელაძე, ამ გუნდის ფანი, სპორტული კომენტატორი, ჟურნალისტიც. არა. და ხო, იტალიური ფეხბურთის ფანი ზოგადად. კომენტატორი. მიხარია რომ მომიწვიეთ, მიხარია რომ ამ ლამა სტუდიაში ვარ. იმიტომ რომ მოგითხა ტაფსონამ ერთი 10 ჯერ მითხრა რომ სასწაული სტუდია აქვს და აი ჩემი თვალითაც რო ვიხილე, ძალიან მოხარული ვარ თან იმ მილანზე, რომელიც ალბათ ჩემ ბავშვობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, იმიტომ რომ ისეთ ასაკში მომიწია რომ ყველაფერი მახსოვდა, ანუ სეზონის დაწყებამდე რო ემზადები და ტრანსფერებს თვალს ადევნებ და ასე შემდეგ, ანუ ეგეთი პერიოდი იყო და თან ალბათ ბოლო წელი იყო, როცა აი ვარსკვლავებით სავსე მილანი. ბოლოს წინა. ჩამოვთვლე შემადგენლობას, რომელიც ძირითადად ამ სეზონში იდგა ხოლმე ძირითადში და მე დავიწყოთ საუბარი. კარში იდგა აბიატი, აბსოლუტური ლეგენდა. აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, ანტონინი, ჯენერო გატუზო, ზედორფი, კევინ პრინს ბოატენგი, რობინიო, ალესანდრე პატო და წინ ასევე ზლატანი. სათდარგოები ბევრია, მაგრამ ვიტყვი რომ ყველას მარკო ამელია, დანიელე ბონერა, მარიო იეპესი, მასიმო ოდო, ზამბროტა, მატიე ფლამინი, ამბროზინი, მარკო ამბომელი, პირლო, ალექსანდრ მერკელი, ეს არ ვიცი ვინ, არ მახსოვს ამ ტიპის არსებობა გერმანელი ყაზახი გახ. მე ასევე აბსოლუტური ლეგენდა ურბი ემანუელსონი, რონალდინიოც აქ იყო იანვრამდე, შემდეგ იყო კასანო და ფილიპო ინძაგი. წვნელი კი იყო 100 მილიონოვანი აგრი. როდნის რასერი გამოჩნდა. როდნის რასერიც აკროვიწერია და მოაგებინა მილანს თავისი გოლით და სიერა ლეონელი, ხო? სიერა ლეონელი. იბრაჰიმოვიჩმა ჩაარტყა ვარჯიშზე, ახსოვს ფეხი აწია ძალიან მაღლა, თავში ჩაარტყა და მეცოდებოდა სტრასერი აბულინგებენ თქო. ალბათ მეგობრულად გააკეთა ეს ყველაფერი. იბრა, არ ვიცი. მე კასანოსაც მიარტყა ეგრეთ ფეხი. კიკების ის კონდა. რა დრო არის ახლა ეს რა პერიოდია? მე რაც ზაზეც ახლა საუბრობდით არის რომ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა რომ პირველად გაკეთდა სპორტული მედია ჩამოყალიბდა ქვეყანაში. ამ ქვეყნის ისტორიაში GMG როგორი შფრება Global Media Group-ი? Yes. და უცებ მოხდა ის რომ რაღაცნაირად რუსული რეპორტაჟებიდან თუ დიმას რუსთავიორზე წაყვანი ჩემპიონთა ლიგის ესე რაც მიმოფანტული ტრანსლაციებიდან გქონდა ერთი არხი, რომელსაც ჰქონდა თავის თემატური დანაწილებები და ყველაფერს უყურებდი რაც გინდოდა. მაშინ ხუთივე ტოპ ლიგას გადმოსცემდა რა. და აგერ ეს ყმაწვილი ბატონი დატო კომენტატორი გახდა იქ. და ეგ ამბავი როგორ მოხდა? მე მოგიდანო იქ ვიყავი. იქ ძალიან კარგად მახსენდება ეგ მონაკვეთი, იმიტომ რომ იყო მონაწილე ვიყავი რაღაცა ერთი ახლისა ჩვენ თქვი ძალიან მნიშვნელოვნის, იმიტომ რომ ქართულად პირველად ხდებოდა ესე მასშტაბურად, რომ ოფიციალურად იყო თან ეს ყველაფერი ნაყიდი, არ იყო მოპარული რაც რეპორტაჟები, რაც ადრე ვთქვა 90-იანებში აკეთებდნენ იგივე სანდრო ცნობილაძე, ბიძინა ბარათაშვილი, ვასალ ლუკვაძე და ივახო გეგელია და შემდეგ. და მეგონა რომ აი ბავშვობაში ასაც აი NTV+ ფუტბოლი რო ჩაირთო და ეს რო ბედნიერი ვიყავი რომ არხი არსებობს საფეხბურთო რომელიც მეც მაქვს სახში და პრემიერ ფეხბურთებს უყურავ წარმოვიდგენდი რომ ვიღაც ბავშვები არიან ახლა საქართველოში რომლებსაც ქართულია ეს უკვე რა და ქართულად ისმის მე ვიყავი ეგ ბავშვი ხო და ამის მონაწილე ვარ ანუ აქეთ მხარეს კი არ ვარ ეკრანის აქეთ მხარეს კი არ ვარ იქით ვარ რა პირიქით მონაწილე ვარ მე ამ ყველაფრის და ნუ თვითონ ის ფაქტიც რომ ამდენი ჩემპიონატის თამაშის წაყვანა შემეძლო ძალიან უდიდესი ის იყო ბედნიერება და გამოცდილებაზე. თან ძალიან კაი მიდგომა ქონდათ მაგ დროს რომ Facebook-ზე მახსოვს რომ ფოლებს აკეთებდნენ აი ჩელსის თამაში გაუშვათ თუ მანჩესტერისაც და მეც ვიღებდი სულ მონაწილეობას და მეთქი აი ჩემი წვლილი რა კაი რაღაც გაიხსენე ეს არ მახსოვს გაუშვა. მე დამბლოკეს იმიტომ რომ რაღაცას დავწერ სირცხვილია თქო ამას რო უშვებ თქო როცა ეს თამაშობს თქო უნდა არ ვიცი რა წერა. მაგის გამო დაგბლოკეს კაცო? ხო რა შეიძლება ცოტა შეიძლება დედა
დედა და ტეტიყები ეწერა კიდე რა. მაგრამ ეხლა 11 წლის ვიყავი და მეპატიები. ვერ გამახსოვდა მე ვაცლებდი ხოლმე. რატომ გქონდათ? Facebook რატომ გქონდა 11 წლის? ფეც თამაშობდი რა. მაგას მეც აი უნივერსალური გამოცდილება და ყველა მაგიტო გავაკეთეთ მაგ დროს. წნეთი ახსენე და ზუსტად წნეთში ვიყავი, როცა გავიგე ზლატანის და რობინიოს ტრანსფერის შესახებ რა. ვახოც ახსენე და ვახო გეგელია იყო ჩემი მეზობელი. ყოფილა? კი და სულ ველოდება, ანუ სულ მაინტერესებდა ვისი გულშემატკივარი იყო, იმიტომ რომ ეს ხო უყურები დავადენ თვალს და მე რომ მითხრა ბაიერნის და გერმანული ფეხბურთის, მაგრამ გამიტყდა, იმიტომ რომ მე იტალიურ ფეხბურთს ხომაგობდი მაგ დროს. და შენგან ისე ძალიან ბევრი რამეს დარწმუნებული ვარ რომ ვიზიარებთ აი ამ რაღაც ერთი ასაკის ვარ ჯერ ერთი და რაღაც ფეხბურთის ყურების გამოცდილება რაც ამან აღწერა ეგ გქონდა, მაგრამ მილანის კუთხით როგორი იყო რომ აი როდის დაიწყე მილანის გულშემატკივრობა და ეგ წლები როგორ გახსოვს რა ამ სეზონამდე სანამ მოვიდოდა ეგ გუნდი. ნუ ეგ ამბავი ბევრჯერ მაქვს მოყოლილი ბაბუაჩემა ჩამოვიტანა უკრაინიდან შევჩეკოს მაისური, იმიტომ რომ მეც ანდრომერ ხვა და იმას ანდრეი და რაღაც პონჩის ეხნიები ვიყავით და მაგის მერე ქერა იყო რაღაცა და ვაიგივებდი ჩემთან შევჩეკოთ რა ეზოში რო ჩახო შევჩეკო ვარ და რაღაც და მაგის მერე ნუ შევჩეკო გავცვალე კაკაში კაკა რო გავიცანი მე უკვე კაკას გულშემატკივარი ვიყავი და უკვე დიდხნიანი სტაჟი მქონდა 2011 წელს მილანის გულშემატკივრობის რა უკვე ტრანსფერებზე ვნერვიულობდი რა მახსოვს რომ მაგ წელს განსაკუთრებით განვიცდიდი იმას რომ იუვენტუს მეგონა რომ ძალიან მაგარი სატრანსფერო ფანჯარა ქონდა იმიტომ რომ ბევრ ფულს ხარჯავდნენ რა და მილანს ყავდა მოყვანილი მარიო იეპესი რომელიც 34-ის იყო მგონი მაგ დროს და კევინ პრინც ბოატენგი დაიმატეს ჟენოადან და მე ბოლო დღეებში რაღაცა დატრიალდნენ გალიანის და ბერლუსკონის დუეტი ლეგენდარული და ერთად ჩამოიყვანეს რობინიო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი რომელიც ჩემთვის დაუჯერებელი იყო რომ იმ მილანში მოვიდა იმიტომ რომ ექსტრა კლასის ფეხბურთელი იყო და გიждდებოდი ზლატანზე რა ჯერ კიდე იმ პერიოდიდან მოყოლებული კანტონას რეკლამების სერია რო იყო ალბათ გემახსოვრებათ ზლატანის და კრისტიანოს ვიდეო იყო ერთად რა კამერა ბარსული This is Zlatan და რო ანახებდა აჰა და მაგიტო ძალიან მიყვარდა ზლატანი და ბარსელონაში მე აი ამჯეროდა ბარსელონადან და ბარსელონა იყო მაგ დროს საუკეთესო გუნდი პეპის ბარსათან მე კი ვიცოდი რომ გვარდიოლასთან ურთიერთობა გაუფშტა მაგრამ აი მილანს ნახდა ვერ წარმოვიდგენი და მე 25 მილიონად აღმოჩნდა ზლატანი მილანში ჯერჯერით მე გამოსვლის გალიანის ცერა რა თქვა მაგ ტრანსფერზე რომ მიდიოდა ბარსელონაში ეგეთი ციტატაა რომ მეტი შანსია ახალგაზრდა ბრიჯიტ ბარდოსთან ერთად დაბრუნდეო იქიდან ვიდრე ზლატანთან ერთად ანუ არჯერო და არანაირად არჯერო და უბრალოდ მაინც რაღაცა წავიდა მოლაპარაკებაზე და ჩამოიყვანა იჯარით თავიდან მაგრამ მე იყიდეს ზლატანისთვის რაც უთი გამოვიდა ის რომ 2009 წელს ბარსელონა მოიგო ჩემპიონთა ლიგა ზლატანი იქ არ იყო 2010-ში გადავიდა ინტერიდან და ინტერმა მოიგო 2010-ში და წავიდა მე ბარსელონადან და ბარსელონა მოიგო ისე თუმცა შიდა ჩემპიონატების მეფე იყო იმიტომ რომ ყოველ წელს ის გუნდი იგებდა ჩემპიონატს სადაც იყო ზლატანი მანუ საბოლოო ჯამში ეგ ტრანსფერი კარგი გამოდგა ორივესთვის ბარსელონასთვისაც ბუნებრივია იმიტომ ტრებლი შეასრულეს და ზლატანისთვის იმიტომ რომ მილანში მოახერხა და არ არის მარტივი გააკეთო ისაც ზლატანსა გაკეთებული ჯერს ალბათ ერთეულებს შეუძლიათ ეგეთი ფეხბურთი ითამაშონ ზოგადად მაგრამ თან კვალი დატოვო სამ სხვა დიდ იტალიურ კლუბში ისე რომ ყველას თვალში სამივესთან რაღაც დონეზე ასოცირდებოდი არა მარტივი რა ფეხბურთელების დიდი ნაწილი თუ თქვა თამაშია ჯერ სამივეში თამაში ხო ძალიან იშვიათია და ვისაც უთამაშიათ თუნდაც ორში მაინც უფრო მაინც ერთთან უფრო ასოცირდება ვიდრე მეორესთან აი ჯუზეპე მეაცაც კი თქვა ინტერში იყო მილანშიც იყო და იუვენტუსშიც უფრო ინტერთან ასოცირდება ჩემ წარმოდგენაში ხო ეხლა მიხედავთ რომ თამაში არ მინახავს მის ისაც გადმოცემით ვიცი ხო პირველ გასაგებია თქვა ორივე არის მაგრამ ბოლო პერიოდში იუვენტუსში იმდენად კარგი იყო რომ იქაც რაღაცა კვალი დატოვა ბევრი ფეხბურთელი რომელიც უბრალოდ ერთთან აი პირველ ინტერში რო იყო არც გაახსენდა შეიძლება ადამიანს ხო მაგალითად მიიღოთ რომ სამგან ითამაშა და იბრა იყო ფიგურა ისეთი რომ მილანში აი ეს გადმოსვლა გარდა იმისა რომ აღნიშნა ჩემპიონობით მე რაღაცნაირად ისე რეტროსპექტივაში შეხედო საფუძველი ჩაუყარა იმას რომ წლების მერე დაბრუნდა მილანში აი ეს ჩემპიონობა კიდევ ერთხელ რომ მოაპოვებინა მე ამხელა პაუზის მე გამოვიდა ისე რომ იბრას მისვლით მილანში ორჯერ მილანმა ძალიან დიდი პაუზა შეწყვიტა და გახდა იტალიის ჩემპიონატში თავისი ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და ეგეთი ყველაფერს აი სხვა რომ გვერდზე გადადო მისი კარიერული უდიდესი მიღწევები რაც ჰქონდა ეს ორი ფაქტიც რო აიღო მხოლოდ ესეც კი საკმარისია რომ ვიღაცის კარიერა ყოფილიყო ბოლომდე შემდგარი და ამისთვის ეს იყო ორი თავი ჩვეულებრივი
ორი სეზონი რომელშიც აი ამ გადმოსვლამ იმასაც მე ჩაუყარა გარკვეულწილად საფუძველი რა. იმიტომ ის თვითონ ინდივიდუალურად ძალიან ბევრი გოლი არ ქონდა, აი მისი სტანდარტებით. მაგრამ შედეგი ქონდა საოცარი. თუმცა გუნდის ბომბარდირი იყო ამ სეზონში. როგორც მახსოვს 14 გოლი შეაგდო სამმა კაცმა, პატომ, რობინიომ და იბრამ. სერიაში კი, მაგრამ ისე ყველა ტურნირის გათვალისწინებით ზლატას ყველაზე მეტი გოლი ქონდა გადაგებაში. აქ ეგეთი პერიოდია, რომ რაღაცნაირად ბოლო წლები ლიგას იგებენ ინგლისურმა გუნდმა მოიგო ლივერპულმა, მერე ბარსამ მოიგო, ესპანეთი, მერე მოიგო მილანმა ჯერ 7-ში. 7-3. მერე ისევ თავიდან ინგლისური მანჩესტერი, ესპანური ბარსა, იტალიური ინტერი. რაც დღემდე ბოლო ჩემპიონობა იტალიური არ ყოფილა რა. ხო, ანუ სერიას, აი ბოლო ევროპული წარმატება ეს იყო, ვიდრე ატალანტა არ მოიგებდა ევროპის ლიგას, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში დავრჩებით. აუ, რამდენი დრო არის გასული? 16 წელი. 16 წელია მაქედან გასული და ჟოზე მოურინიო რო წავიდა. 17 ხალხო 17. წელსაც ვერ მოიგებენ და იმ. ხო. მინიმუმ 17 ოფიციალურად ვერ მოიგებენ. ანუ სულ ყოფილიყო იმედა ჩვენ მაინც მაგას ვიტყოდება, ეხლა არავინ აღარ არის საერთოდ, ამიტომ მინიმუმ 17 იქნება შემდეგ წელი. ხო, ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეო არის ფეხბურთზე მინახავს, მაგ წელს გადაღებული ჟოზე მოურინიო როგორ ემშვიდობება მატერაცის. რა ჩემთვის იყო, ეხლა მაგასაკში წარმოიდგინე, ბოროტ მოქმედები მეგონი რა ორივე და მატერაცი განსაკუთრებით. მაგ ვიდეოზე კი რა მოვიტირე რა, როგორ ემშვიდობება და ჟოზე და მე სრემლებს რო იწმეს მანქანაში. აქ მოკლედ ეგეთი რაღაცაა, რომ სერიაში ინტერის ტოტალური დომინაციაა კალჩოპოლის მერე 5 წელი ზედიზედ იგებენ, ისე რომ თან აი რბოლაც სერიოზული არ შეხვედრიათ, ჯერ იყო ჟოზეს იგებენ 4 წელი ვთქვათ ეგრე, ხო, ერთი მისცეს გადასცეს. ხო, 6 მისცეს და ხო, 4 ზედიზედ იგებენ ჟოზეს ინტერი და მან ერთი წლით ადრე მანჩინის, ხო და მილანსაც შეეხება თვითონ, ანუ იუვენტუს საერთოდ იმაშია, ნანგრევებშია გუნდი ჩააგდეს სერია B-ში, იქიდან ძლივს ამოძრა. მერე თან დაიწყო ის განახლების პროექტი, სტადიონი დაანგრიეს დელიალპი და ამასობაში შენდება ეს. და მილანსაც შეეხება, მილანი ჩემპიონობასთან ახლოს, აი იმ სეზონის მერე რა, 2004-ში ხომ მოიგეს და 5-ში ბოლო და გაუშვეს ხელიდან. 5-ში გაიჩალიჩეს. მაგის მერე აღარ ყოფილა ახლოს და აი ეს არის უსებ სეზონი, როცა მიდის ამ გუნდის თილისმა თუ რავი, რაც შეიძლება მილანზე გაგახსენდეს აგერამ ჩვენ ძვირფას მანეკენსაც მისი მაისური აწვია, რომელიც ამთავრებს კარიერას და 83-84 წლების სეზონის შემდეგ პირველი სეზონია, როცა მალდინი გუნდში აღარ არის. და ძალიან წყენით დაემშვიდობა მალდინი მილანს. მე მეცაც გეტყვით. ჩემ დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო მალდინი თამაში. მე ნოემბერში დავიბადე 84-ს. ანუ ესე ასევე გარდამჟე მე შეგვიძლია მაგ პერსპექტივით შევხედო, რომ მე რაც ცოცხალი ვიყავი, პირველი შემთხვევა იყო, რომ პაოლო მალდინი არ თამაშობდა მილანში. აწყენინეს გულშემატკივრებმა, იმიტომ რომ ჩვენი კაპიტანი ყოველთვის ბარეზი იქნებაო. იმიტომ რომ სტამბოლიდან რო ჩამოვიდა დამარცხებული მილანი, გინებით და ცუდი შეძახილებით დახვდნენ და მალდინიმ თქვენ საერთოდ რა გაქვთ ალაპარაკო, ეგაა გულშემატკივრებაო. თან ხა ლივერპული რო ყავდა ნანახი 3-0 აგებდა. ლივერპული პირველი ტაიმის მერე და გულშემატკივრები არ გაჩერებულან რა. და ესე უთხრა ნამდვილი გულშემატკივრები არ ხართ. ხო, შეიძლება ეგრეც უთხრა რა. და მაგის მერე აერიათ მალდინის და კურვასოს ურთიერთობა, იქამდე სანამ სპორტული დირექტორი არ გახდებოდა მერე მალდინი და მალდინისთან ერთად არ დაბრუნდებოდა ჩემპიონთა ლიგაზე, მერე მივიდნენ და კაზა მილანთან ბოდიშის მაგვარი აქტი. ანუ 2007-ში კი არის მასქნას რა ხო, არა და ნაოპერაციები მალდინი იყო, მაგროს და კაცი იდგა ბურჯივით. და ეგეთი სეზონია 9-ში უკვე მალდინი მიდის, ანჩელოტი წავიდა, გუნდი ჩაიბარა ლეონარდომ, რომელიც იყო ტექნიკური დირექტორი, რაღაცა ნული გამოცდილებით. ჯერ ერთი გამოცდილება ერთი და ის არ ქონდა სეზონის დაწყების წელს, ლიცენზიაც კი არ ქონდა და რაღაც გამონაკლისი დაუშვეს და მერე ჩააბარა და დაიწყო მერე მწვრთნელობა. სერიაში 12 ქულით ჩამორჩნენ ლიდერს ინტერს. იმ წელს რო ტრებლი აიღო ინტერმა 100-დან უდინეზე მან რაღაცა ეგეთმა გუნდმა გამოაგდო და ლიგიდან ბოდიში მანჩესტერმა ხო საშინლად გამოაგდო საშინლად 7-2 მოუგო ორი თამაში ჯამში და ამ ყველაფრის ფონზე იბარებენ მასიმილიანო ალეგრის რომელმაც ერთადერთი სეზონი გაატარა სერიაში კალიარის მწვრთნელად გუნდი გაიყვანა მე-12-ზე რაც კალიარისთვის შეფასდა რომ კარგი სეზონია იმიტომ რომ ყოველთვის ვარდებოდა და მე ამოდიოდა და ვარდებოდა ამან დატოვა ლიგაში მოაგებინეს წლის მწვრთნელის პრიზი და არ მისცეს ეს ჟოზეს რომელმაც მოიგო ტრებლი
რაზეც ის ცხადია რომ გაბრაზდებოდა ალბათ და შურის ლოგიკა იყო რა კუთხით იცი მან რომ ინტერმა რომ წლის მწვრთნელს ასახელებენ კონკრეტულად მარტო სერია A-ში ხო თასი კი არა ეს იყო თან სხვა მწვრთნელების ხმის მიცემით ხო და თან ახლა მაგას არის თვალისწინებენ და მარტო სერია A-ზეა ინტერისგან სერია A-ს მოგება მაქსიმუმში დიდად მოულოდნელი ის რომაში ხო სპალეტი ამ პერიოდში ხო სპალეტი რომ გამხდარიყო კიდევ არ იქნებოდა გასაკვირი იმიტომ რომ აი ეს ისი რას გავს ტონი პულისმა რომ მოიგო 2013 წლების სეზონში, იმიტომ რომ პალასი გავიდა მე-12. ალეგრიზი არ მაგალაპარაკ, მაგრამ მოურინიოს არ მისცეს, იმიტომ რომ ინტერმა მოიგო ჩემპიონატი, არა გასაკვირი იმ კუთხით, რომ ინტერისგან მოსაოდნელი იყო, რომ ჩემპიონატს მოიგებდა, იმიტომ რომ კალშოპოლის მერე ყველა გუნდი დაინგრა და ეს იყო ერთ-ერთი გუნდი, რომელიც ფეხზე იდგა ჯერ კიდევ და თან მოდიოდა კარგად და რომამ ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა და კინაღამ ჩემპიონი გახდა, კინაღამ თასიც მოიგო. დუბლის შესრულება შეეძლო ამ სეზონში რომას. ხო და მერე მოვიდა რანიერი. არ მახსოვს ზუსტად, მეც მახსოვს, რომ სპალეტი იყო ამ პერიოდში შეიძლება. რომას თავის პრობლემები ჰქონდა. როზელასენსის ეკუთვნოდა მაგროსე გუნდი და გაბანკროტებასთან იყო ახლოს. და ადრიანო იყიდა რომა და მახსოვს რომ აი ველოდებოდი რომ მეთქი ადრიანო როგორ ითამაშებს. და მაქსიმუმში არ მისცეს ის ტაპირო დე ორო თუ რა რაღაცა ქვია. ნაგვის ხუთი რო რითი საჯილდოებენ წყალებში. სამჯერ არ მოგებული ადრიანო. აი ახლა შეიძლება გატუსოს მიუტანონ ახალი გავარდნილია. ხო და იცი რა მითხარი ანდრო შენგან მაინტერესებს და მე ცხადია შენგანაც როგორც კომენტატორისგან უკვე რომ ეს სეზონი როგორ უყურე აი მოლოდინი რა იყო რომ ანჩელოტი წავიდა, ეს ვიღაც ლეონარდოს გაუგებრობა ერთწლიანი დამთავრდა და მოდის შენთვის ალბათ 11 წლის ბიჭისთვის ძალიან უცნობი კაცი ვიღაც. სულიად უცნობი, გაგებული და აბარებენ rebuilds ხო რაღაცა ხელახალ აშენებას გუნდის. რა გეგორო რომ რა მოხდებოდა ახლა ამ სეზონში? კარგს არაფერს არ ველოდებოდი, ანუ დაახლოებით ველოდებოდი ლეონარდოს დონის სეზონს რა. მანამ სანამ ზლატან იბრაჰიმოვიჩს დავინახავდი. იმიტომ რომ ზლატანი რო დავინახე, გამინათდა გონება, მე დავიჯერე იმის რომ რონალდინიო გაცოცხლდებოდა ისევ და ჩემპიონთა ლიგაზეც მომიმატა ამბიციები. ოღონდ შევაფასოთ იმ პერსპექტივით რომ 11 წლის ვარ და მაგდროს ხა ზლატანს რო ხედავ, მწვრთნელი არც გაინტერესებს ვინაა საერთოდ რა. და თან ზეიდორფი მყავდა, რომელიც ძალიან მიყვარდა და მაგ სეზონშიც ძალიან კლასნი იყო, აი ძალიან დერბი დე ლა მადრიდში ინტერთან აი რო ვიცოდი რომ მოვიდოდი ამ გაცემაში კიდე ერთხელ გადავავლე თვალი და სასწავლო თამაშოს მოხილვაში რაც შეიძლება გამოჩნდეს ნახევარმცველისგან აი მაესტრო არის რა პილოსზე უფრო ხშირად იყენებდნენ მაგ ფრაზას მაგრამ მაგ თამაში ზეიდორფი რახან ზლატანია ტრანსფერები ახსენება რომ ჩამოთვლი ამ სეზონის ანუ ძალიან ბევრი ტრანსფერი გაკეთდა, მაგრამ ეხლა ჩამოთვლე, ვინც რამდენიმე თამაში ითამაშა მაინც რაღაც 5-ზე მეტი სერიაში. მარკო ამელია სადარიგო მეკარე აბიატესთან ერთად, მარიო იეპესი, შენი ისა, ვეტერანი, კევინ პრეს ბოატენგი, რობინიო და ზლატანი, უკვე ბოლოს აგვისტოში და ზამთარში იმატებენ კიდე სამ ძალიან მაგარ ტიპს, ურბი ემანუელსონს, მარკო ამბომელს და ანტონიო კასანოს, რომელსაც ცხადია კონფლიქტით დაასრულა სამდორიაში მოღვაწეობა, ეჭხუა პრეზიდენტს და წამოიყვანეს გადმოხაჩეს მილანში. წავიდა დიდა სტორარი კახაკალაძე ამ სეზონში გადავიდა იმაში, ჯენოაში. რონალდინიო ზამთარში წავიდა ფლამენგოში, ბეკემიც წავიდა, მანსინი მილანში რო იყო ეს არ მახსოვდა ეს ფაქტი. ბრაზილიელი ეგეც წავიდა. რომასთან და ინტერთან პროცესში. ძალიან სიახლეა მოკლედ რა. მანსინი მილანში იყო ბიჭო? არ გადამრიოთ. აი მილანში რენდომ ტიპებს კი არა, უფრო აი ტიპისგან რო რენდომი არის მილანში თამაში. აი პატრიკ ვიეირას რო აქვს მილანში თამაშები, აი საერთოდ არაფერი ხო, რაშუაშია ხო? ხო და ძალიან ეგეთი ძალიან ბევრი სიახლეა გუნდში რა. თან მოდიან ეს საშინელი პერსონაჟები სამართავად. ანუ ზლატანი, კასანო, კევინ პრეს ბუატენგი და ალეგრის არ არის ნაკლები გიჟი ხო ამათ? გატუზოც ხდება. არა, გატუზო აქ არის უკვე, მაგრამ ვინც მოდის ხო? პლუს მე ამას ის ემატება რომ თვითონ ანუ ალეგრი არის სერია C-ში და B-ში ნამუშევარი ტიპი. და არის რამდენი წლის ავიდო ძალიან პატარა ახალგაზრდა ხო ზუსტად არ მახსოვს ასაკი მაგრამ ახალგაზრდაა და სრულიად უცნობი მწვრთნელი მაგრამ ითვლებოდა ინტერი ფავორიტად რა თქმა უნდა იმიტომ რომ ზედიზი წუხი ჰქონდა მოგებული სპორტო მიუხედავად იმისა რომ ბენიტესმა ჩაიბარა და ხა ბენიტეს მაგდროს ჯერ კიდევ არ ქონდა გაფუჭებული ეგრე საქმე რა ნიუკასთან ერთად გავარდნილი არ იყო ჯერ პრემიერ ლიგიდან მე სხვათა შორის მილანზე მოლოდინი არ მახსოვს რა მქონდა მოვიტყუები მე შემიძლია გითხრათ თქვა ბარსაზე რა მოლოდინები მქონდა ხოლმე იმიტომ რომ ეგ უფრო მახსოვს ემოციური დონეზე მაგალითად მახსოვს გვარდიოლას პირველი სეზონი რო იწყებოდა არაფერს იმედი არ მქონდა საერთოდ მით უმეტეს რაიკარდის ბოლო სეზონის საშინელება იყო და ამაზე მეგონა რომ თან პირველ თამაშს ისეთი ითამაშეს მაგრამ ნუმანსიასთან რომ აუ მეთქე საშინელება ნუ რა მოხდა საბოლოოდ კი გვახსოვს მილანზე არ მახსოვს ოღონდ არ მახსოვს ესე თორემ ლოგიკურად არ მექნებოდა მიუხედავად იმისა რომ ალეგრის შესახებ არც მე ვიცოდი ბევრი რამ
არ მექნებოდა იმის მოლოდინი, რომ გუნდი ჩაავარდებოდა, იმიტომ რომ შემადგენლობა მაინც ძალიან მაგარი ყავდა და ის ძველი თაობა, ოქროს თაობა, ასე ვთქვათ, მილანის 2000-ის დასაწყისის, რომელიც იყო ესეთი მაგარი, ფაქტორად შენარჩუნებული იყო, ხო, მართლა მალდინი იყო ერთ წელიწადზე წასული და კალაძე წავიდა ამ სეზონის წინ და კალაძეც ბოლოს აღარ იყო ესეთი ძირითადად რაც იყო დასაწყის წლებში, ხო, არ იყო ძირითადი წევრი. ხო და ანუ ეს შემადგენლობა მალდინი კალაძეს თუ გამოაკლებ, არის იგივე თითქმის, რაც თამაშობდა ბოლო წლებში და პლუს დამატებულია კიდე რამდენიმე ფიგურა, ხო, ეგრე ზამბროტა მაგალითად. ასაკშია შემადგენლობა, რაც შემდეგ წელსაც გამოჩნდება. არა აქვს საუკეთესო პერიოდი ბერს მათგანს. ზოგს ეს პერიოდი აქვს, რომ გეგონება, რომ კარიერის დაღმესვლისკენ მიდიოსო და აღმოჩნდა, რომ თლად ეგრე არ იყო საქმე, პირველ შემთხვევაში მაგალითად. ინზაგი, ვთქვათ, ბოლოსკენა კარიერის და სხვაებიც ბევრი ფეხბურთელია, ხო, ეგეთი რეალურად. მაგრამ სახელებით რო აიღო ძალიან მაგარი გუნდია. და ახან ინტერისგან მეგონა, რომ ყველა ვარიანტი რაღაც ჩავარდნა უნდა მოხდეს ამ საოცარი ტრებლის მერე და პლუს ჟოზეს წასვლის მერე. მეგონა, რომ გამოთავისუფლდა ადგილი პედესტალზე, ასე ვთქვათ, სადაც შემოგვი იუნტუსში წავიდეს. რომა პირველ რიგში, იმიტომ რომ ბოლო წლებში ამ სეზონამდე რომა ძალიან კარგია და ახლოს მიდის ტიტულთან. ნაპოლი, რომელიც შემადგენლობით ძალიან მაგარი გუნდია, ესე რო აიღო. ლაციო, რომელიც ლიდერობდა საწყის ტურების მე ლაციო იყო პირველ ადგილს. მეგონა, რომ ადგილი ზემოთ გათავისუფლებულია და მილანსაც შეუძლია, რა თქმა უნდა, რომ იქ ავიდეს შემადგენლობიდან გამომდინარე. ოღონდ რაღაც მოლოდინი ისეთი რომ გინათო ჩემპიონი გახდება, ვერ მექნებოდა მაგისი ნაღდად. ხო და ესე იგი რახან შენეგ მოლოდინი ქონდა რომ გამოთავისუფლებული ადგილისთვის მილანს შეეძლებოდა ბრძოლა. ისე როგორც ხო რამდენიმე სხვა გუნდსაც კი. ხო, და რომასთან შენ. ვინ მოახერხა მაგის გაკეთება, მაგას კაცზე მოუყვეთ. ეს არის მასიმილიანო ალეგრი, არის ლივორნოელი, ტოსკანის საპორტო ქალაქია ლივორნო, მამაც ცხადე იქ პორტში მუშაობდა და ფეხბურთს თამაში დაიწყო მალევე, ფეხბურთელი იყო ალეგრი. 84 წელს დაიწყო თამაში, თამაშობდა ქვედა ლიგებში, მე პესკარაში ითამაშა და ყველა გუნდში იყო ან 1 წელი, ან 2 წელი. ანუ ეს ბევრი გუნდი მოიარა. კალიარი, პადოვა, ნაპოლიშიც ითამაშა ცოტა ხანი, მე იყო პისტოიეზე რაღაც სერიაც ეს გუნდი, ალიანეზეში დაამთავრა თამაში. 12 გოლი აქვს შეგდებული სერიას ერთ-ერთ სეზონში, იყო ცენტრალური ნახევარმცველი, პატარა, საკმაოდ სწრაფი და ამ აღნაგობისა და თამაშის სტილიდან გამომდინარე შეერქვა ნიკნეიმი ზედმეტსახელი ხამსა. ქართულად ეგრე გამოდის Little Anchovy, ეს ხო, ეგრე ქვია. საპორტო იმიდან გამომდინარე. საბრძოლო ლიცენზია აიღო კოვერჩიანოს ბაზაზე, რომელიც არის იტალიური ფეხბურთის ეს რაღაც საკულტო ამბავი, სადაც ვარჯიშობენ ნაკრებები, იქვე არის სასწავლო ცენტრი და ამაზე ძალიან ბევრი კაი სტატიაა სხვათა შორის, რომელსაც მე ვაპირებ, რომ გავლინკო რაღაცების აღწერაში ან კომენტარებსაც გვიყვებიან კარგი მწერლები, ჟურნალისტები, რატო არის ეს ბაზა ესეთი განსაკუთრებული, იმიტომ რომ ძალიან მაგარი იტალიელი მწვრთნელები აქედან არიან წამოსულები, ანჩელოტი, კონტე, ალეგრი, უმრავლესობა, სპალეტი და სხვანი, რომლებმაც ბევრ სხვა მაშინ სანაკრებო თუ საკლუბო ფორუმებზე წარმატებას მიაღწიეს და ძალიან საინტერესო დასაკითხია. აღმოვაჩინე მისი სამაგისტრო თეზისი 2004 წელს დაწერილი, რომელსაც ჰქვია აი ნერდული დასახელების აპოთეოზი. 3 ნახევარმცველის თვისებანი, 3 კაციან ნახევარდაცვაში, ესე ქვია ალეგრის ხალხასახეები ვეფხისტყაოსანი. ხო, აი ზუსტად ეგეთი რაღაცა და ვერ წავიკითხე დეტალურად, მაგრამ რომ აი გადავავლე თვალი ჩავსკროლე, არის დიაგრამები აქ კაც დახატული, 18 დიაგრამა აქვს, სადაც სხვადასხვა პოზიციები დეტალურად არის განხილული მეტოქის ნახევარმცველებთან მიმართებაში, ვინ როგორ უნდა იმოქმედოს, საით გაწიოს ტანი, ესე თუ ესე. მოკლედ ძალიან ნერდია ეს კაცი, კარგი გაგებით, საფეხბურთო გაგებით. ისეთ რაღაცებში ისეთ რაღაცები უწერია იქ და ისე თამაშობს ზოგადად. რომ მე მგონი აი ბიელსას რო აქვს ხომ ეს რაღაცები ექსელი რო წარადგინა, სადაც რაღაც სიგიჟე ამ მონაცემები აქვს. ცოტა ესეთი კაცია და რას ფიქრობ შენ? მომენტები ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია წვნელისგან, როცა მოდის, ოღონდ ახლა რამდენად პროფესიონალ მილანში უკვე ცოტა ის არის უცნაური, მაგრამ რატო გამახსენდა იცი რომ ტანის ჩადგმა მაგალითად, ტანის ჩადგმას გულისხმობ არა მეტოქესთან ურთიერთ კონტაქტის დროს და შეჯახების დროს, არამედ როდესაც სიტყვას თავს იცავ და უბურთოთ ხარ, ნახევარმცველი. ნახევარმცველი როცა ხარ როგორ უნდა დააყენო ტანი, როცა თავს იცავ რა სიტუაციაში როგორ უნდა დადგე, როგორ გაიქცო თქვა შენი კარისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც არასწავლიან ხოლმე ხშირად საქართველოში მაგალითად ბავშვებს. და მე გიწევს შეჯახება ამასთან უკვე როცა ცოტა ასე გემატება და პროფესიონალებს უახლოვდები და ამოყამებ რომ ნასწავლი არ გაქვს რაღაც საწყისები, ელემენტარული საწყისები საფეხბურთო. იგივე მაგალითად მე ბავშვობაში ფეხბურთზე დავდიოდი, არასდროს არავის უსწავლებია ის რომ
მწვნელებისგან არ გამიგია ეგ. მამა ჩემი ეუბნებოდა ხომ სხვადასხვა. მწვნელებისგან არ გამიგია ეგ. რომ სანამ ბურთს მიიღებ, იქამდე უნდა შეაფასო ვინ სად არისო, შენიანიო. და ნუ საკმაოდ დიდი ვიყავი, როცა ჩავის და პირველ სამარს რო უყურებდი, რომ ვაკვირდებოდი, ვამოღამებდი, რომ სანამ ბურთს მიიღებენ, თავს როგორ ატრიალებენ, ასე თქვა. ბოლომდე ყველაფერს რო აფასებენ 180 გრადუსი, 180 გრადუსი, 360. მე ძალიან პატივცემ მწვნელებს, რომლებიც თქვა ლუი ვან გალზე ამბობენ ხოლმე მანჩესტერის ფეხბურთელები, რომ ეგეთი გამოცდილება ჩვენ არასდროს არ გქონია. რუნის უთამაშია ფერგიუსონთანაც, ამდენი წელი იყო, მე კიდე გამოიცვალა მოურინოსთანაც იყო, მოიესთანაც, ასე შემდეგ და ინგლისში კიდე ყავდა უარამო მწვნელი. ეს რას როგორი სიღრმითაც გვიხსნიდა მაგალითად მარჯვენა ფლანგზე მეტოქის მესამედიდან უკან ჩამოსვლის მომენტს ეგეთი არავის არასდროს ჯამში არ უთქვამს ჩვენთვისო და ძალიან მე პირადად რაღაცნაირად ეგ სიმპათია მაქვს და მგონია რომ ალეგრიც მაგ სკოლას განეკუთვნება დღესაც რა. ხო, მაგრამ მიუხედავად მაგისა, კასანომ რამდენიმე წლის წინ რო გაიხსენა ეგ საჩემპიონო სეზონი, თქვა რომ აი დიდად თავს არ ვიკლავდით ვარჯიშზე, უბრალოდ კლასით ვიგებდით ვარ. შეიძლება ეს მისი ინტერპრეტაცია მე ძალიან გამიკვირდება რომ ალეგრი იყო. ჩემს დიბლატავა არ გამიკვირდება რომ მაგის ინტერპრეტაცია არ იყოს ეგეთ. აი მგონია რომ ეგ სიტყვა არის ზუსტი იბლატავა კასანო რა. ვერ წარმოვიდგენია რომ ალეგრი ეგრე ყოფილიყო, მაგრამ მის თვისებას ეხა უფრო ვაფასებ ვიდრე მაშინ რა, რომ აი ავტორიტეტებს არ უშინდებოდა. და ეგეთი ტიპი იყო, იმიტომ რომ ძალიან რთულია ეგეთი მილანი ჩაიბარო და გასახდელი მარტო როცა შიგნით არიან ზლატანი, გატუზო, თუნდაც ზეიდორფი. ძალიან ეპატაჟური ტიპი იყო, ისიც შედარებით ჩუმი, მაგრამ მაინც ნესტა და მაგრამ ეგოები ახლა ნესტა შეიძლება ძალიან წესიერი ტიპი იყო, ესე გარეგნულად, მაგრამ ეგო ძალიან დიდი ექნებოდა ხო. ძალიან კარგი წყვილი შეკრა ტიაგო სილვამ და ნესტა. ხო, აი ეს მე ჯამში ისე გამოვიდა რომ ინდორზე ეს ყველაფერი ითარგმნებოდა თავიდან 4-3-3-ში რონალდინიო აკომ გუნდში იყო მარცხენა ფლანგი მას ჰქონდა მარჯვნივ ძირითადად იდგა ხოლმე პატო წინ ზლატანი და სამი ნახევარმცველი მოხდა რაღაც დაახლოებით ნოემბერში და ჩემპიონთა ლიგაზე ძირითადად ამ ტაქტიკით ითამაშა ამ ფორმაციით და უცებ გადაეწყო დაიმონდზე, რომბზე ეგრეთ წოდებულზე, სადაც ორი ფორვარდი გაუშვა წინ და იმის მერე სულ ესე თამაშობდა. მან შეიძლება ბერლუსკონის გავლენაც იყო, იმიტომ რომ იქამდე არაერთხელ უთხოვია ანჩელოტისთვის რომ აი ორი ფორვარდით ითამაშა. ძალიან უყვარდა რა და მილანური რაღაცა ეგ. ის ბაქსოთი ნაჯისხით რო თამაშობდა, ხოლმე ასე ვთქვა, ერთი ფორვარდით რო თამაშობდა, მას ძალიან ერებიაში მახსოვს ეგ ბავშვობაში რა, ძალიან შეიწერებოდა მაგაზე რომ ბერლუს მიკვირდა ძალიან რომ ვინ ეკითხება პრეზიდენტი რატო ეუბნება მწვრთნელს და ანჩელოტის მიმართ სხვათაშორის დამოკიდებულება მქონდა ცოტა ისე აგდებული რა, მეგონა რომ როგორ აბედინებს უკეთებს შემადგენლობას. ხო, ისაყენებენ, მე მივხვდი რომ არ იყო თვად ეგრე. მაგრამ ხო, ამასაც ანჩელოტის ეგეთი ტიპაჟია რომ ყველასთან კარგად როა და ყველასთან ნორმალურად დალაგებული ურთიერთობა როა ხო ზამპარინი თუ გემახსოვრებთ შენ არ ვიცი ეგრე თუ უყურებდი პალერმოს თამაშს მაგრამ გვიდოლინს რო გააგდებდა აბრუნებდა მაგრამ გავახსენე ზუსტად მაგ სეზონში იყო მგონი ეგეთი ამბავი რომ მწვრთნელი გააგდო იმიტომ რომ უთხრა რომ პასტორეს თუ არ დააყეწებინება სასტარტოდან რაც პრინციპში ლოგიკურია ხო იმიტომ რომ პასტორე იყო პალერმოს გაგაგდებო და იმანოს არ დააყე ამანოს გაუშვ აი ეგეთი ამბავი იყო ზუსტად არ მახსოვს რომ გაგაფრთხილა ხო რა იქნებოდა გეუნება რომ დააყენებ არ გაგიშ ხო ანუ პასტორეს თუ დააყენებ თუ არ დააყენებ გაგდებ და მას არ და შეიძლება სამსახურში დაკარგვა უნდა და უბრალოდ და კომპენსაციის მაქსიმუმში იყო ეგეთი ობეზოდა იმასთან მუშაობა ნო ძალიან ლეგენდარული კაცი იყო კვირაში ერთხელ ცვლიდა მწვრთნელს ხო და ალეგრისგან ის არ მომწოდა მაგ დროს ახლა რომ რონალდინიო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო და რონალდინიო რო შეეწირა ალეგრის მოსვლას ოღონ ზამთარში ეგ მაგრად გამიტყდა მაგრამ უკვე რონალდინიოს კლუბებისკენ ჰქონდა სერიოზულად აღებული გეზი და პრინციპში დიდად აღარ საინტერესებდა ხო ღამის კლუბები გულისხმე რა თქმა უნდა იქამდე რონალდო იყო ეგეთი კაცი მილანში. ვის გამოცხადა შორის კასანო 99 ნომერი ჩაიცვა მე მილანში. ბევრი მიზეზი მოიფიქრა რომ 18 მევასებოდაო და 1+8 9 და რაღაცები, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ის იყო რომ რონალდოს ეცვა 99 ნომერიანი მაისური. და რონალდინიო ანუ თავიდან ათამაშებდა. პირველი წრე მაგრა ითამაშა რა, მაგრაში გულისხმობ რომ მაქსოს რონალდინიოს. ძირითადში იყო შემოთა ლიგაზე ყველა თამაში ძირითადად. რონალდინიოს წინა სეზონი ქონდა ძალიან ძალიან. მე რა მოხდა? თავისუფლად შეიძლება სოფლიო ჩემპიონატს წაიყვანოთ, მაგრამ ნუ ზამთარში წაიყვანოთ. კიდეც ისე როგორც პატო. კი, და დუნგამ უარი თქვა. პატო იყო ძალიან დიდი იმედი, მაგ დროს ჩემთვის აი მართლა ვფიქრობდი რომ აი ნეიმარი, ნუ მაგ დროს არ ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ აი ნეიმარის დონის გაქანების ფეხბურთელი მეგონა, იმიტომ რომ თავიდან როგორც გამოჩნდა ძალიან მაგარი იყო, ძალიან ინტერნაციონალში საკლუბო სოფლიოზე მე მგონი ბარსელონას გაუტანა ძალიან გულშემატკივრად პატოს მეგონა რომ ან პატოს იმედი მქონდა ყველაზე მაგრამ არ ცდებოდი იმიტომ რომ მე მახსოვს აი სადაც ერთი წლის წინ
შემთხვევით რომ წააწყდები ხოლმე მოიწე რაღაც ვიდეოებს და წავაწყდი პატოს ვიდეოები იყო, სადაც მილანში რო გადავიდა, ახალი გადასული იყო დასაწყისი, კარიერის საწყისი წლების გოლები და მომენტები რა. და აი რო გაიხსენებ კიდევ ერთხელ რა მაგარი იყო ეს ტიპი. მართლა ძალიან მაგარი იყო. სასწაული იყო და მაგის მერე შემდეგ სეზონში ბარსელონას რო გაუტანა 24 წელს თავისი ალბათ ყველაზე აიკონიკური გოლი ჩემპიონთა ლიგაზე. გარბის მან. სასწაულად გარბის და ძალიან ლამაზად თამაშობდა თან. სეზონი 2011 წლების სეზონი რაც ვსაუბრობთ რეალურად პირველივე ტურში მგონი დუბლი შეასრულა. მაგ დროს ზღვაზე ვიყავი ზუსტად მახსოვს და იქ უყურებდი კოპულეთში. კიდე მაგის მერე კოპულეთში არ ვარ ნაყოფი. და მაგ სეზონში ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგი შეიძლება კარიერულადაც ნუ დომინოს ეფექტი არის მაგრამ მაგ სეზონში შევქმენი გვერდი Facebook-ზე აღარ გვინდა 45 წუთით დაგვიანებული ჩემპიონთა ლიგა მილანის გამო იმიტომ რომ მილანი რეალი იყო აი პედრო ლეონმა რო გაუტანა შენი გვერდი იყო? ეგ ჩემი გვერდი იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ნუ მაგ დროს ერთ-ერთი თავარი მედია ის იყო მაგრამ ვინც წარმოგიდგენია რომ 11 წლის ბავშვი მართავდა რა მარტო მე ვიყავი ადვინი მე შენის ბაკაცის ხოლმე შორის გიგიც დავიმატე და მართავდით ამ გვერდს და იმის გამო შევქმენი გვერდი რომ ნანუკას შოუ იყო და მაგის გამო აი ჩემს აუხსნელია ეგ ალბომი რომ საგიჟეთი ლიგის თამაშები 45 ლაივში დაგვიანებით იწყებოდა ჩაწერილი გადაცემა გადიოდა ეთერში ჯერ და ლაივში ამ ხელა რეიტინგის მქონე თან მე დარწმუნება ალბათ ნებისმიერ ეგეთ შოუს უფრო დიდი რეიტინგი ექნება ვიდრე ფეხბურთში იმიტომ რომ ფეხბურთის რეიტინგი არასოდეს იქნება ამ ქვეყანაში და არასოდეს იქნებოდა სულ ლაივში არ უშვებ იმიტომ რომ ჩაწერილი გადაცემა გავიდეს აბსოლუტური სიგიჟეა რა ხო და ეგრე შევქმენი გვერდი და ნუ მე კაი ხანი მართავდი მაგ გვერდს მე თავიდან აჭარა სპორტში სოცმედიად დავიწყე მუშაობა იმიტომ რომ ამ წლიანი გამოცდილება მქონდა საფეხბურთო გვერდის მართვის და მე გავხდი კომენტატორი მაგ აჭარა სპორტიდან და შეიძლება აი ეგ თამაში რომ თავის დროზე გაეშვათ არ შემექნა გვერდი და ეგეთი გავწარებული არ ყოფილი. კი ძალიან მე მგონი ეგრე არის. მოდი ვთქვათ მას ჩემთა ლიგაზე რა ვახსენოთ ჩვენს ის 6 თამაში ჯგუფში და შემდეგ 2 კიდე პლეიოფში რომელიც ითამაშა მილანმა ჯგუფში მოხვდა აიაქსთან, რეალთან და ოსერთან რომელიც მაშინ ჩემპიონი გახდა ხო წინა სეზონში იმის რა ქვია თუ მეორეზე გავიდა ოსერი არ გამოვიდა ლიგაზე ხო მაშინ მეორეზე გავიდა და ოსერი არის 96-ში მარტო ეგრე გამოვიდნენ ძალიან უცნაური იყო და მილანმა არ შეირცხვინა თავი მაგრამ არც საუკეთესო გამოსვლა ჰქონდა ჯგუფშიან ორი მოგება ორი ფრე ორი წაგება ძალიან თანაბარი მოუგო ოსერს ორივე თამაში თითო ფრე ითამაშა აიაქსთან და რეალთან თითო წაგება ჰქონდა და გაძვრენ ეგრე მეორე ადგილით და თითქოს მე კენჭისყრაში ისე დავაგდა რომ მაინც და მაინც ცუდი პირველ ადგილოსანი თავისთვის არ შეხვედრია. არა, პირიქით გაუმართლა, იმიტომ რომ შეხვდა ტოტენჰემს. მიუხედავად იმისა, რომ იმ ტოტენჰემმა გადაუარა ინტერს, გადაუარა ერთმა კაცმა, გარეთ ბეილმა, გადაუარა. მოდი, ყველაფერს დავარქვა თავის სახელი. გარეთ ბეილმა გამოისვა მაიკონიანა თელი მილანის ინტერი. იქ შოკი მართლა. მან შუაშუს ახანს ნუღურე ბეილის ინტერვიუს და ლაპარაკობს იმაზე, რომ ეგეო თამაში, რომელმაც ამასაც შეუცვალა წარმოდგენა საკუთარ თავზე და დააჯერა, რომ თუ ეს შემიძლია მაიკონს გაუკეთო, ესე იგი ყველასთან შემიძლია გავაკეთო და ეგ იყო თურმე გადაატეხი მომენტი მისთვის ფსიქოლოგიურად, როდესაც დაიჯერა, რომ შეეძლო მსოფლიო დონის ფეხბურთი ეთამაშა, მაგრამ მაშინ მარცხა მცველი იყო ბეილი, არ იყო შემტევი, მაგრამ მართლა სასწაულები უკეთა მან მაიკონს და მე პირიქით, ეგ არ მომისმენია, მაგრამ ლოგიკურია მაგის ფიქრი რომ მაიკონისთვის იყო ეგ პირიქით დაღმასვლის წერტილი იყო და იმის მერე ეგ რაც ბეილმა მაგორ თამაში გაუკეთა განსაკუთრებით სან-სიროზე მაგის მერე მაიკონის კარიერა ქვემოთ წამოვიდა მაიკონი იყო ტიპი ვის გამოც დანი ალვეს მარცხენა მცველად თამაშობდა ბრაზილიის ნაკრებში ხო და შეხვდა ესე ტოტენჰემს და გამოვიდა ძალიან დაბალშედეგიანი თამაში ერთ-ერთი გოლი გავიდა და ანგოლმა გადაწყვეტა ყველაფერი სან-სიროზე ჯერ გატუზომ სცადა ჯორდანის დახრჩობა ექს მილანელი სხვათა შორის თავარი ის არის ჰაილაითი მაგ თამაშებიდან და ყველაზე დასამახსოვრებელი ვისაც ეგ თამაში ნანახი აქვს ეგ მომენტი აღსაუძლებელია კი ბატონო ეს არის სრული ზიზღითა ესეთ აი კლავდა რომ შეძლებ რომ მიეშვათ ალბათ მოკლავდა ნუ არ მგონი არ ვარ დარწმუნებული რომ მოერეოდა ბოლომდე იმიტომ რომ ისიც კაი ტიპი არის ჯორდანი არა ისიც არ არის მარტივად არ დაუთმობდა დარწმუნებული ხო მაგის ფონზე რომ ასაკში მაგის დროს იყო ის წესი ჩემპიონთა ლიგაზე რომ ზამთარში ვისაც იმატებდი იმას ვერ ათამაშებდი და მაგიტო ძალიან წყდებოდა გული რონალდინიოს გაშვებაზე რა იმიტომ რომ ვინც ზამთარში იმატებდი ოღონდ ნათამაშებით უკონდა ლიგაზე ნათამაშები ჩემპიონთა ლიგაზე
და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩემი მაგ სეზონში იყო კასანოს დამატება. რაც არ უნდა ხა უცნაურად ჟღერდეს დღევანდელი გადმოსახედიდან. ძალიან დიდი წვლილი შეიტანა მაგ ჩემპიონობაში იტალიაში ანტონიო კასანო, იმიტომ რომ ტრეკვარტისტადაც იყენებდა მე ხშირად ალეგრი და ტაქტიკურად მოქნილს ხდიდა უფრო მილანს და საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. გაიტანა სხვა შემთხვევაში დერბიშიც, ნუ იქ მესამე გოლი გაიტანა უკვე ბოლოთებში, მაგრამ მაინც გაიტანა რა და კასანო მაგრა დაეხმარა. ვამბომელი ძალიან მნიშვნელოვანი ტიპი იყო. ტოტენჰემთან ვერაფერი ვერ დაეხმარა. ტოტენჰემთან ვერაფერი გააკეთა. გაიტანა სანსიროზე ეს ფაქტი. ზუსტად მახსოვს 2 კვირა სკოლაში აი ძალიან მოწყენილი ვიყავი. თან მაგზოს ხა ის ბულინგი უნდა გაიარო რა 11 წლის რომ მიდიხარ სკოლაში მეორე დღეს და ტოტენჰემი აი არაფერს არ წარმოადგენობაში ჩემთვის რა ნუ ბეილიც ვიცოდი ტოტენჰემი და მაგრამ გამიტა მე რეალთან გავარ და უსახელოდ ეგ ტოტენჰემი ნუ კოპა იტალიაც თქვა უცებ მოკლედ ნახევარფინალამდე გავიდა მილანი გააგდო ჯერ ბარი მერე სამპდორია და მერე პალერმომ გამოაგდო რომელშიც ჯერ კიდე ანუ აღარ არის კავანი მაგრამ არის პასტორე ჯერ კიდე ამ გოლში ვინაა კაცმა არის საბარი მიკამდე გააგდო რომელი კვირა მოუწია ამ დროს ერთ 7 წელი გამოიცვალა. მაგ სეზონში უდინეზეს ერთ-ერთი არ მახსოვს ვის, მაგრამ უდინეზე ვიღაცას უგებს 7 ბურთს უტანენ. და მაგ თამაში პალერმოს უგებს. და აგდებს წვრილს მაგის გამო. ნო. პასტორე. ლოგიკურია, სადაც პასტორე არ დააყენა, მაგითო გააგდა. პალერმოს უგებს. მაგ თამაში იშვიათი რაღაც ხდება. 7 გოლს ხო იტანს ერთჯერ გუნდი და მეორე ალექსის სანჩეს გააქვს 4 გოლი და დინატალეს 3. მაშინ მოდი სერიაზეც ვილაპარაკოთ. ეხლა ყველა საინტერესო თავარი ნაწილი და თავარი ჰაილაითი ამ სეზონის რაც გამოვიდა მილანისთვის. თავიდან აი როგორც ჩვენ თქვი წეგან ლაციო იყო პირველი ტურები ლიდერი. მაგრამ მე-11 ტურში მილანი რო გადავიდა პირველზე, იმისმე აღარ დაუკარგავს ლიდერობა. ბურთების შეფარდება და გატანილი გოლები ცოტა სასაცილო არ დღევანდელი სტანდარტებით, ანუ 65 გოლი გაიტანა გუნდმა ჩემპიონმა გუნდმა. მაგრამ მილანის სტანდარტებით არა გასაკვირი. კლასიკური მილანური ის არის. ყველა საქმე ნახე, ალბათ ის ფოტო ბარეზის და მალდინის რო, რავი, 2 გოლი გაუშვა გუნდმა სეზონში და ისე. აქაც 2 არა, მაგრამ 24 გაუშვეს, 24 ძალიან ცოტა არის 38 თამაში. ძალიან მაგრა კი დაიწყო მილანმა სეზონი პირველ ტურში და 4-0 მოიგო, მაგრამ 5 ტურის შემდეგ მარტო ეგ ერთი გამარჯვება ჰქონდათ რა და მაგიტო ცოტა მახსოვს რომ ჩავიქნიე ხელი რომ მეთქი იგივე იმას უყურებ რაც ლეონარდოს დროს იყო მეორე ტურში შეხვდა მილანი ჩეზენაზე საერთოდ არნაირი ინფორმაცია არ მქონდა რა და მაგ პერიოდში მოუგო ზუსტად ჰერკულესმა ბარსელონას და აი გამოვშტერდი რომ მეთქი ჩეზენასთან როგორ წააგეს და თან იბრაჰიმოვიჩმა გააფუჭა პენალტი და აუ მეთქი ეს ისი ბრა არ არის და რაღაც და მე დაიქოქა მილანი მაგრათთან მაგრა დაიქოქა პროსტა ინტერი კი გავიდა მეორე ადგილზე მაგრამ ისეთი გამოკვეთილი მეორე ადგილოსანი არ ყოფილა იმიტომ რომ მახსოვს რომ იყო რაღაც ეტაპი მაგ სეზონში ლაციო საერთოდ პირველ ადგილზე იყო მერე მოიქოქა ნაპოლი ძალიან მაგრა იუვენტუსიც კი უახლოვდებოდა ამ ადგილებს საბოლოოდ კრახი დასრულდა ეგ სეზონი მაგრამ პირველ წრეში მილანს მოუგეს დელ პიერომ გაიტანა ერთი გოლი მახსოვს და მეორე ზუსტად არ მახსოვს ვინ შეაგდო მაგრამ სანსიროზე მოუგეს მილანს და მაგიტომაც აი ესე ძალიან საინტერესო სეზონი გამოვიდა, იმიტომ რომ მილანი ხა კი ძალიან გამიკვირდა შე რო თქვი რომ მთელი სეზონი პირველ ადგილზე იყო, იმიტომ რომ ეგ ნახდა არ მახსოვს. ნუ მე-11 ტურიდან. რა. ფაქტობრივად მთელი სეზონი იყო. იმიტომ რომ ძალიან ხშირად მეცვლებოდა განწყობა რომ აი ეს მოიგებს, ეს გახდება ჩემპიონი იქ, რომა ხო არა, ის ხო არა და. მაგრამ მე მგონი აქ თან ისიც იყო რომ ანუ მეორე ადგილოსანს ორივე დერბი მოუგო, ანუ ინტერს ორივე მადონინა მოუგო, იუეს გასვლაზე მოუგო, ნაპოლისაც, ანუ აი ურთიერთ შეხვედრებში არავისთან ესე აი იუესთან წააგო, მაგრამ დანარჩენებთან მგონი აი არ წაუგია რა, ფრეები თამაშა და მაგის ხარჯზეც გაძვრა. ბოლო ტურებში უკვე ის იყო, რომ აი ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია 31 ტური, ინტერს ხვდება სახლში. ხო, უგებენ ინტერს 3-0. ეგ იყო გადამწყვეტი თამაში, ალბათ იმიტომ თუ სწორად მახსოვს ორქულიანი იყო სხვა მაშინ მილანსა და ინტერს შორის. და 6 გულიანი თამაშს ვეძახთ ხოლმე ეგ თამაში იყო. და მერე იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ბრეშასთან გასვლაზე, მაგრა იწვალა მილანმა 92-ზე რობინიო გაიტანა და რობინიო იყო ძალიან ანდერეიტი. 1-0 გააძურა მაგაზე საკუთარ თქვათ მე რობინიოზე. ანუ ცოტა კი ინერვიულასავით, მაგრამ ჯამში მაინც 2 ტურით ადრე მათემატიკურად გაინაღდა რომასთან ფრეი თამაშის გაინაღდეს. 6 გულიანი იყო სხვა, მაგრამ ეგეც იმიტომ რომ მე კიდე ერთი თამაში ფრე დაამთავრეს, ანუ მოშობულზე. და ისე გამოვიდა რომ აი მაინც კონკურენტების ძალიან ცუდი სეზონის გამო მეტნაკლებად მარტივად მოიგო ბოლოსკენ უკვე მილანმა სკუდეტო და
ძალიან მაგარი რაღაც გამოვიდა, მაგალითად ზლატანისთვის. ანუ მართლა ის ფრაზა რითიც ეგან მეც დავიწყე და შენც რო თქვი რომ სულ ზლატანი იგებდაო, მაგითო დაწერა ამ გაზეტა დელო სპორტმა, რომ ანუ მართლა ისე ლაგდებოდა, რომ ერთი წელი იყო წასული ბარსელონაში 9 სეზონი გახდა. გაატარა იმაში ლა ლიგაში. კლასიკოში გამარჯვების დარჩენი სულ ტიპი აქ იყო და ერთია 8-9 წელი ამდენიც გამოდის იუვენტუსის წლებიანად, ხდებოდა ჩემპიონი რა. ხო და აქაც აი ეგ იყო, რომ ჩამოვიდა მილანში, რომელიც ძალიან არეულ-დარეული იყო და გაწურა ჩემპიონობა. მიუხედავად იმისა, რომ ორ თამაში გააძევეს და ერთი გაძევების გამო 3 მატჩი გამოტოვა ბოლო ტურებში. თავარი ფიგურა იყო მაგ სეზონში მილანში და თავარი X-ფაქტორი რა. ზლატანის გარეშე მილანი მაგ სეზონს ვერ დაამთავრებდა ტიტულით, მიუხედავად იმისა, რომ პატოსაც ძალიან კაი სეზონი ჰქონდა, ესე და რობინიოსაც. და რობინიოსაც, რომელსაც მაგ დროს მახსოვს, რომ ყველა აგინებდა, იმიტომ რომ მაზილაო. მაგრამ საბოლოოდ კაც გამოვიდა 14 გოლი, მნიშვნელოვანი გოლები აქედან დერბიში შეაგდო, მნიშვნელოვან თამაშებში გაიტანა და თავისი დიდი წვლილი შეიტანა მილანის გაჩემპიონად. შევთქვათ, რომ სამმა ბომბარდირმა ერთნაირად გოლები გაიტანოს, ერთი ის მახსოვს ლივერპულის სამბოლო შეაგდო ჩემპიონთა ლიგაზე 10 სალახმა ფირმინო და მანემ 10 რო გაიტანეს მეორეზე გავიდნენ და აქ ასამმა კაცმა ერთი გუნდიდან ჩემპიონიდან 14 გოლი ხო ძალიან იშვიათ შემთხვევაა. კაი, კატეგორიებზე გადავიდეთ, მაშინ გვაქვს მომზადებული რამდენიმე, მე მგონი 8 და დავიწყოთ პირველით. ეს გუნდი ალეგრის 10-11 წლების მილანი და ბოლო ჩემპიონი მილანი, პიოლის 21-22. აი თეორიულად რა დაუშვათ ეს გუნდები ერთმანეთს ხვდებიან. ვინ მოიგებს? სრულიად განსხვავებული გუნდები არიან, იმიტომ რომ ის აი რაღაცის დასასრული და ეს მეგონა რომ დასაწყისი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ შეინარჩუნებდნენ ამ გუნდს, იმიტომ რომ ძალიან კაი გუნდი ყავდა მილანს პიოლისთან ერთად. ტონალი ყავდა, ტეო ერნანდესი, ლეაუ, ბებერი ზლატანი და ბებერი ჟირო, რებიჩი, იქ კაოსელი, ბრაიმ დიასი. აი გუნდი ყავდა ძალიან მილანს, მაგრამ აი კლასით გონია რომ მაინც ის მილანი მოუგებდა რა. შენ შემოდგომას რომ ჩამოთვალე, ძირითადად 11-ეული ჯესტი ისე ბოლომდე ისე არ ჟღერდა ანტონინი მარცხენა მცველად და აბატე მარჯვენა სიტყვაზე ხარ იყვნენ ტოპ ფეხბურთელები, რომლებიც მილანის ისტორიაში დარჩნენ. მაგრამ რო გადახედავდი მე და გადახედე და ჩამოთვალე კიდე სათედარიგოთას გამი და იქ რა ხდება. ამ გუნდში არის 25 ძალიან მაგარი ფეხბურთელი. შემდეგი წლების მილანი იქნება თუ ნებისმიერი გუნდი მაგდენ ფეხბურთელს ვერ ჩამოთვლი რა, ისეც რომელზეც იტყვი რომ აუ ესე ყველა რა კარგია. აქ ყველა კარგი ფეხბურთელია. რამდენიმე გამოგჩა, იმიტომ რომ არ იყო კარგი. როდნის ტრასერი ხარ იყო მაგარი ფეხბურთელი, მაგრამ განაჩენი და მერკელი ხო. დანაჩენი ჩამოთვალე. სათედარიგოზე ვინც იჯდნენ, რა თქვი ხო? ინზაგი და პირლო. ხო, ნუ აი ძალიან წყდება გული რომ პირლო მაგ სეზონის მერე დაემშვიდობა მილანს და ალეგრიმ ვერ გამოიგენა. მარკო ამელია რო არის მეორე მეკარე თუნდაც რა ვიცი ხო. ამელია ძალიან კაი მეკარე იყო და ძალიან ბევრ გუნდში პირველი მეკარე იქნება თავის სპორტში. ჯობდა თუ ამელია მაგ პერიოდში. თუ სათქმელი იყო რა დაახლოებით 1 ტონის მეკარე. ეს არის გუნდები რომელთა პირველ მეკარეს ვერ გეტყვი და მაშინ მე მგონი სახელებით წონის ალეგრის გუნდი და იმით რომ პრაიმის ზლატანი ეყოლებოდა. ხო. და არა პატო სეზონიერია და რობინიო ჩვენიერია. ეს მაინც მაგით გაძრებოდა ჩემპიონი. და რონალდო ანუ პირველ წელს თუ ითამაშებდა რონალდინო ეყოლებოდა, მეორე წელს კასანო. თან აი არა ერთსაც დავამატებ რომ გონია რომ ალეგრი პიოლის როგორც მწვრთნელი თქმა ძალიან დაჩაგრავდა თავის რაღაც მოუფიქრებდა რამე ნაძირლობას და მაგით აჯობებ. ამ სეზონის იტალიური რაშმორის მთავრო კეთდებოდეს. ყველა გუნდის, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ანუ სერიას თასის ჯანდაბას. ვინ შეიყვანეთ ამ 4-ში? ზლატანს უეჭველი, აუცილებლად იქნებოდა ერთ-ერთი ნამდვილად. მე შევიყვანდი ედისონ კავანის, იმიტომ რომ მაგ სეზონში გამოჩნდა და ლეჩესთან გაიტანა მგონი აი ბოლო წუთზე. გოგი მაგარი გოლია და ეგეთ ფინიში თამაშის რა ვიცი, სასაული იყო. არის ხალიდან რომ გამოაქვს ნაპოლის და იქით რომ გაქვს კავანის ამ მომენტი თუ არ გაქვთ ნახე, ეხა ვინც გვისმენთ, აუცილებლად ნახეთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე აიკონიკ ვიდეო არის ფეხბურთში. 92 წუთია თუ რაღაცთან. ბოლო წუთი არის. კავანის აუცილებლად ჰამშიკის მევასებოდა, მაგრამ მოდი ეხა ორ ნეაპოლიტანელს არ შევიყვან, იმიტომ რომ ეგეთი საოცარი სეზონიც არ ქონიათ. მესამე შევიყვან ტოტო დი ნატალეს, საუკეთესო ბომბარდირი, თან ზედიზედ ორჯერ გახდა მაშინ ბომბარდირი და აი მეოთხე კაცი ძალიან ბევრი ვიფიქრე და აი ამ ძაბსოს ვფიქრობ, ვინ ჩავსვა. მე გეთახმები აბსოლუტურად ყველაში და მოდი მე გეტყვი მეოთხეს ვინ უნდა იყოს ჩემი აზრით და მაგეთ. რახან სამივე ერთნაირი გაქვს? იგივე მყავს მე. მეოთხე ყავს ალეგრი. ხო, აი ზუსტად მაგაზე ვფიქრობდი. მაგაზე რამდენი კაცი კალიარიდან მოვიდეს მილანში და ეგრევე ჩემპიონი გახდეს პირველივე წელს, მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობა შეიძლება ძალიან ვარსკვლავური დახვდა, ეს ვარსკვლავური იყო შემადგენლობა ერთი წელით ადრეც, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდნენ მაშინ. დინატალე ჩემთანაც არის 28 გოლის 3 ჰეტ-ტრიკი გაიტანა და ასევე მეოთხეზე გაიყვანა უდინეზე ტიპმა
სანჩესთან ერთად, რაც საოცარი შედეგია. კავანი 26 გოლი, 3 ჰეტრიკი ასევე და მესამეზე გაიყვანა ნაპოლი, პრინციპში ლავეცისთან და იმასთან ერთად. ზლატანი არ შევიყვანა, იმიტომ რომ აი თქვენ ყავდეთ და არ ეწყინება. მე შემყავს ალეგრი. ბატონო, სამ რაღაცაში გეთანხმებით და მეოთხე ტიპად, ბიჭო, რახან ესეთი სეზონი ქონდათ, 24 გოლი გაუშვეს და რეალურად დაცვის ხარჯზე გახდნენ ჩემპიონები. ვიფიქრე რომ ვიღაცა უნდა ყოფილიყო აქ. და ტიაგო სილვა მოვიყვანე აქ, იმიტომ რომ ნესტას მაგდენ არ უთამაშია. შედარებით ნაკლები თამაში ქონდა. 19 მშრალი მატჩი ქონდა ტიაგო სილვას და ამ 24 გოლიდან 19 გავიდა, როცა თვითონ იყო მოედანზე რა. ანუ 5 გოლი ამის ბრალი არ არის, ამის თქვა მინდა რა. ოკეი. ანუ ტიპი ითამაშა 38 თამაში თუ რაღაცა, 20 ამდენი იყო, 33 თამაში და 19 გოლი გაუშვა, სულ მეტი არა. ძალიან მაგარი თავის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი. აი ფილმიდან გამიგიაზრი რომ overrated, მაგრამ ჩემი აზრით underrated. კარგი, ვინ იყო ამ გუნდის სუპერ საბი? ჯინობილი, ეგრეთ წოდებული მე-6 კაცი თუ რაც. მილანზე რო საუბრობ, აი რომელი პერიოდის არ უნდა იყოს ამ საუკუნეში და სუპერ საბად რა პირველი გახსენდება ინძაკი, ხო? და მაგ ასაკში მით უმეტეს. მაგრამ ამ სეზონის უფრო, აი ისე მართალი ხარ, აბსოლუტურად ინძაკი ეგ ტიპია, მაგრამ აი ამ სეზონში ცვლილებაზე შემოსული და რამდენი გოლი გაიტანა, მაინც სადღაც მოიხსენე ინძაგის, მაგრამ ბოატენგი რა უცნაური ინძაგი მე საბათ არ წარმომიდგენია მილანში, რა ვიცი. მართლა აი ბოლწლებში იყო რა. მე მაქვს ეგეთი ვერსია, კასანო. და რასანო საბია, იმიტომ რომ ზამთარში მოვიდა? არა, ეგ ერთი, მაგრამ ისედაც ძირითადში არ თამაშობდა. ცოტა ითამაშა, იქნება გამომდინარე ნახევარი სეზონი არ იყო მილანში, მაგრამ წუთობრივად ცოტა ითამაშა. და გაიტანა 4 გოლი და 7 პასი გააკეთა. კი, სასწაულად. ანუ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ტიპი იყო. თითქოს ესე უცნაურია, რომ ძალიან მაგარი ტრიო ყავდა მილანს, ზლატანის, პატოს და რობინიოს სახით და რაღაც უნდათ აქ კასანო. და თან რორამე კიდე ინძაგიც იქიჭდა. მაგრამ ფაქტია, რომ ამ ტიპმა აათამაშა კიდე უფრო მაგრა ეს სამეული და თან ნახევარ და ანუ კასანო ხო არ იყო კლასიკური რაღაცა, არც ფორვარდი არ იყო, არც 10-იანი და აი რაღაცა სადღაც შუაში იყო და ყველგან ერგებოდა ალეგრის ამ ფლუიდურ სქემას. ამ სეზონის ყველაზე მაგარი გოლი რომელია მილანის ფეხბურთელების. ჩემთვის ლეჩესთან გასვლაზე ზლატანის გოლი მარცხენათი ჰაერიდან აი დაახლოებით საჯარიმოს მისადგომებთან 5 მეკარეს თავზე უგდებს. მეკარეს თავზე უგდებს, ან ხო ნუ იქითა მხარეს, მარჯვენა მხარეს ეშვება მერე ბურთი სასწაული გოლია პროსტა და მაგას დავასახელებ. მოდი მივხვდებით ისე რომ რამდენიმე გოლი გამახსენდა ეხა ნელ-ნელა მომიტივტივდა გონებაში და იყო რამდენიმე კაი გოლი, მაგრამ მაინც ლიგაზე არ ქონიათ ისეთი შთამბეჭდავი არაფერი, ეგ არის ერთი და რაც მე გამახსენდა ეგრევე და თან ბევრი ფიქრი არ იყო საჭირო, ეგ არის პირლოს გოლი, პირლოს ბოლო გოლი მილანში. არბასთან. სადღაც ესე 35-40 მეტრიდან აი ცხრიანის idеალური განმარტება შეიძლება ეგ ბურთი იყოს, რომ ზუსტად იმაში კუთხეში. რონალდინიოს რეაქცია თუ გახსოვს მაგ გოლში. კი, ესე აკეთებს, ესაშვება. მეც დაგეთახმე მაგ გოლში და უბრალოდ მაგ სტადიონზე და მაგ კუთხეში ზუსტად სადაც პირლოს გაქვს გოლი. არმა სტადიონზე? ხო, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ერთ-ერთი ყველაზე უცნაური გოლი, იმიტომ რომ ვინ გაიტანა. არის მანდ გასული ზუსტად მაგ კუთხეში რა. გააქვს ოღონდ ბუფონი იდგა მაშინ პარმას კარში და თუ არ ვცდები პარმა ლაციო იყო და მატიას ალმეიდას გააქვს გოლი აი ზუსტად მაგ კუთხეში დაახლოებით იმავე დაახლოებით იმავე დისტანციიდან პოზიცია არა და მარცხენა ფლანგიდან ვისაც ეგ გოლი გახსოვთ რა ვიცი კუთხურს აწვის ლაციო თუ შეუტევენ ჯარიმა თუ რაღაც ჩაწუდება საჯარიმოში მოკლედ პარმას სულები იგერიებენ ბურთს და ამ გადმოვარდნილ ბურთზე მარცხენა ფლანგზე მარჯვენა ფეხით იცი რომ ბურთი არ ეცემა ძირს ალმეიდა ურტყამს და შორეულ კუთხეში არის სასწაული გოლი ამ სეზონით ვინ მოიგო ისი საფეხბურთო მემკვიდრეობა და ლეგასი გაძლიერდა ყველაზე მეტად. ჩემს თვითიც დაიწყე, ვისთეს დაიწყე საერთოდ ეს გადაცემა და La Gazzetta dello Sport's სტატიის სათაური. სალდან იბრაჰიმოვიჩმა, იმიტომ რომ რეაბილიტაცია იყო მისთვის ეს სეზონი. ბარსელონაში თითქოს გაფლოპებული, ყველა იმაზე გადაობდა, რომ აი რა ამბავი, მაინც მართლა რა ამბავი იყო, რომ ეტოს კიდევ 60 მილიონს დაამატება ის დაცინვარი ეტოსი რა ტიპს იქამდე ქონდა ჩემპიონთა ლიგის უცხოასხო ფინალში გოლი გადაეცა. ხა, სასწავლო ფეხბურთელი იყო თან. სიგიჟე იყო რა ეტოს ეგრე დაკნინება. მაგიტო გონია რომ ზლატანი იყო თავარი გამარჯვებული ამ სეზონის მერე და მაგან მოიგო ყველაზე. ალეგრიმაც რა თქმა უნდა, ალეგრიმ დაიწყო თავისი სამწუხარო კარიერის დაშენება, მაგრამ ზლატანის რეაბილიტაცია ძალიან კაი. ხო, ძალიან კარგი არგუმენტია, მაგრამ მეც უფრო ალეგრის ვფიქრობ, რომ ტიპი მოდის არავინ და ხდება იტალიის ჩემპიონი მილანით, რომელსაც არ მოუგია 2004-ის მერე. 7 წელია.
მილანისთვის დიდი დროა. ძალიან. მაგრამ ბოლო 3 ჩემპიონობა ეგრე აქ რო 7 წელი ჩავარდა, მე ჩავარდა 11 წელი. ეხლა როდის მოუწევს, არ ვიცით. იმედია მალე, ანდრო. იმედია რამდენიმე თვეში, მაგრამ კაი არა. ხო. ამიტომ ალეგრი. კაი, ჩემი ორი საყვარელი კატეგორიაც მოვიდა, ხელოვნების და ფეხბურთის მიქსი. ფილმს რომ იღებდნენ ამ მილანზე, რეჟისორი ვინ იქნებოდა? მე მეგონა ბენდი თყოდი, ბენდი გამზადებული მქონდა უკვე. კაი, თუ გინდა თუ ესე ძალიან გინდა და არა, ფილმი ვთქვათ. ფილმი. აბა თუ გაქვთ მაგაზე რამე სკორსეზე, იმიტომ რომ იტალიური წარმოშობა, იმიტომ რომ ეს რაღაც განგსტერებს და იმას კარგად გამოსდის ფილმის გადაღება და მილანში იყვნენ განგსტერი ფეხბურთელები გატუზოს და იმას სახით. ბერლუსკონის სახით თავდა. ბერლუსკონი ძალიან მთავარი განგსტერები. დაცემა, აღზევება. მე მგონი რომ ძალიან კარგ ფილმს გადაიღებდა სკორსეზე. კი. ალეგრითან ის რო არის რაღაცა ერთი გიჟი ხო ეგეთ სკორსეზეს ფილმებში ხო ყავთ ვიღაც ცოტა ისეთი რო. Mad Max-ის ტიპის იქნებოდა. ხო და აი Mad Max-იო რა თქვი მე მაკეთ წავედი. რომ აი Mad Max-ის გარშემო ხო შეიძლება კარგი იმის აგება და Mad Max-ი არ მახსოვს მე. ჯორჯ მილერი ეგეთი ავსტრალიერი რეჟისორია. ახალი? არა, ზოგადად ყველა ისა. ძველიც მაგისია და ახალი. ყველა ფრენჩაიზი არის ამის დაწერილი, გაკეთებული და კიდე არის ძალიან სასაცილოა ამ კაცის ფილმოგრაფიაში. კი არის რამდენიმე ფილმი, მაგრამ ძალიან უცნობი ფილმებია ზოგი, ჩემს ყოველ შემთხვევაში და არ მგონია რომ ბევრმა ადამიანმა იცოდეს, იმიტომ არ არის. მაგრამ ყველა ცნობილები არის Mad Max-ი და მულტფილმი Baby Feet, აი პინგვინებზე რო არის და ეს ორი ერთად როგორ შეკრა, მაგრამ პინგვინები და Mad Max-ი მისია და რავი, მე მგონი ალეგრის გარშემო აწყობდა ძალიან კაი ფილმს. ფილმის ამბავში აი გედის სიმღერასავით გამოდის რაღაც დონეზე, რაღაც ფეხბურთელების ვიღაცების, მაგრამ აი ფილმის ამბავში მინოს ყოველ ვიტყვი ხან სიმღერა სიგდილის ბოლო თუ გეყოფათ თავხელით. არა. ოკეი. კაი, მაშინ ბენდი გადავიდეთ და გითხარი გამიჭირდა. ბენდი ოღონდ კიდევ ერთხელ უფრო ემოციურ დონეზე და აი შემდეგი სეზონის გათვალისწინებით და იმ მართლა რაც უცნაური სურათის გათვალისწინებითაც ბოლო ტურის შეხვედრაში იყო, როდესაც მე თამაშის დასრულების მერე ყველა წავიდა. შეგრძნება იმის რომ ეს იყო ცოტა დაბერებული გუნდი. ბევრი ისეთ ფეხბურთელით, რომელიც კარიერის ბოლოსკენ იყო და ამთავრებდნენ კარიერას. ბენდად ეგეთი მახსენდება, აი დავფიქრდი ვინ შეიძლება იყოს ესეთი, რომელიც წარმატებას აღწევს დიდ ასაკშიც. სხვაშორის მე ჩემს მაკავს ჰქონდა მაგაზე ლაპარაკი, რომ რა უცნაური რა შეიძლება ლოგიკური არის, მაგრამ ცევდიანია ცოტა, რომ ძალიან ბევრი ბენდი არის მაგალითად, რომელიც ჩემთვის რაღაცა წლის მერე დამთავრებულია. აღარ ვიცი იმის იქით ალბომები აქვს გამოშვებული ძალიან ბევრი, მაგრამ აღარ ვიცი, არ მომისმენია, აღარ არის საინტერესო, იმიტომ რომ არც არაფერი შეუქმნიათ ახალი და არც რაღაცა საინტერესო გაუკეთებიათ, მაგრამ ბენდი, რომელიც თითქმის მთელი თავისი არსებობის განმავლობაში მუდამ ერთნაირად საინტერესო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ალბომში შეიძლება ალბომი არ ქონდა წარმატებული და ასე ვთქვათ, მაგრამ სულ კარგი იყო. არის Rolling Stones-ი. სანამ არ მოკვდებოდა ვოტი, დრამერი იქამდე ტიპები ლამის 80 წლის ასაკში კიდე კონცერტებს ატარებდნენ სავსე სტადიონებზე და ამ მილანზე რა ხან მაგ სენტიმენტი ის რომ აი ბოლო იყო ან რაღაცა დიდი თაობის რომელიც კი ვიღაცებს წავიდნენ მანამდე მაგრამ ერთიანად წასვლა შემდეგ სეზონში იყო მართალია მაგრამ მოხდა და მაგრამ ბოლო წარმატება ეს იყო ამიტომ აი ერთ-ერთი ბენდი ერთადერთი შეიძლება რომელიც მომდის თავში რომელიც დიდი ხანი და დიდ ასაკში წარმატებული იყო არის Rolling Stones-ი და ამიტომ ლოგო Del Piero-ს ხდება ალბათ ხო კი ლოგო კი გამოყოფილია ხო უფრო იქით არის მაგრამ ხო მესმის ასწამობ იმიტომ ძალიან ბევრი დიდი ბენდი რომელიც მე მევასება რაღაცა ასაკის მერე უფრო შეიძლება თქვა მუსიკალურად ძალიან პატარა ასაკის მერე ერხევათ რა ტიპებს ვეღაწერენ ისეთ კარგ სიმღერებს და ისეთ კარგ მუსიკას და კონცერტებს აღარა იმათ ისეთ საინტერესო და შემდეგ Rolling Stones-ი რავი დღემდეც კი ახლაც კი აქტუალურია მიუხედავად იმისა რომ მე კონცერტებს აღარც ატარებენ ახლა 80 პლუსები არიან და დრამერი არ დაიცვალათ ან ანუ 35 თუ რამდენი წლისაც იყვნენ ნესტა გატუზო ამბროზინი აბიატი ზეიდორფი და ინძაგი მაინც იყვნენ ბოსები ამ სერია 100 და კი წაიღეს სახში სკუდეტო. შენ რა სიტყვი? ბიჭო მე სიმღერა უფრო გამახსენდა, ოღონდ საერთოდ სხვა ჟანრში. აბა? რომ ბოატენგმა დადო პირობა, რომ იმ შემთხვევაში თუ მოვიგებ სკუდეტოს, მუვოკით წამოვალ სანსიროზე და ასრო ბილი ჯინზე სასწაულის სცენარი. ჯერ ჩაცმულობა ყველაფერი და მე მაის ძალიან კარგად აკეთებს ფოტოშოპში. ძალიან მაგრაც ეკვავს. და რომ ღერის ეგ ნახია ალ-ჯაზირას რომ ღერის happy birthday-ს ნახია გარს აუცილებლად. აი შემთხვევით რაღაც ზებნისას გადავაწყდი და უკან დგან პატო რობინიო და ვიღაც მესამე არ მახსოვს უკეთებენ beatbox-ით beats უკეთებენ და ეს უმღერის ალ-ჯაზირას დაბადების დღეს ულოცავს ანუ იქ არიან სტუმრად და 8 წლის გავხდით თუ რაღაცა
ძალიან უცნაური ვიდეოა, ძალიან რენდომ ვიდეოა, მაგრამ ძალიან მაგრამ ღერის. უბრალოდ ეხლა რაზე დავიძაბე, იცი, რას დამგრუზდა ცოტა, რომ 15 წლის წინ იყო, ანუ ბიჭო, აი მოკი იყო 15 წლის. და ის პერიოდი იყო, მაგრამ აი ისე უჩუპეგურო იყო მიშელ ტელოსი ბრაზილიური. აი ნეიმარას ეკოდა და მე დიეგო სილვა პატო და რობინიოც ეკოდნენ მაგას მატარებელში. მე ბარსას რო გაუტანა, მაგას იცეკო. დიეგო სილვა შემდეგ სეზონში იყო, აი პატომ რო გაიტანა. დიდების წლები. ბილიჯინი ბოატენგის მონოკის გამო კაი ვარიანტი არის. კაი სიმღერაა თან. ჩემი ვერსია არის ეგეთი. სრულიად ჩემ თხოვით მაგ დროს ვუსმენდი, როცა ამაზე ვფიქრობდი და მაგიტო გამახსენდა. Dire Straits ბენდი. და რატო რა? ჩემთვის Dire Straits-ი აი ამ დიდი რაღაცა როკ ბენდებიდან ცოტა underrated-ია. ცოტა არა, ძალიან underrated არის და აი მაგალითად Six Blade Knife ჩემი ერთ-ერთი ძალიან საყვარელი კომპოზიცია, რო არ ვიცი რას მოვასმინო, შეიძლება რენდომად ეგ ჩავრთო ხოლმე. და რაღაცაერთ ეგეთი კლასიანი ბენდია, ძალიან მაღალი კლასის შემსრულებლები და ეს ხასიათი აქვს. ნაკლებად კაშკაშა არის და მაგ ყველაფერში მიხედავ სტრუქტურულად ძალიან გამართულია რა მუსიკა, ძალიან ესეთი კარგი, გემოვნებიანია, ისე როგორც ალეგრი და ეს მილანი. ნოფლერი ვინ არის? ნოფლერი ვინ არის? ალეგრი ალბათ. ალბათ ალეგრია. და თან მაგათ აქვს ერთ-ერთი ძალიან ცნობილი სიმღერა Money for Nothing. ხო. რაც იტალიური ფეხბურთის და მილანის სატრანსფერო პოლიტიკის უმარტივესი აღწერა შეიძლება იყოს, ფული არა აქვს და 24 მილიონად მოყავთ ზლატანი ბარსელონაში. სიახლე გვაქვს Betson Sport-ის პლატფორმაზე, დაგვემატა Fantasy, web-ზე რომ შეხვალთ Betson.sport, იქ ნახავთ ესეთ ცალკე Wales Fantasy, სადაც შეგიძლიათ ითამაშოთ და მოიგოთ ძალიან კარგი პრიზები. გვექნება ჩემპიონთა ლიგის ტურნირი, რომელიც ძალიან მალე განახლდება და ასევე გვექნება Premier League-ის Game Week, ანუ ყოველ ტურში ცალ-ცალკე ტურნირები. ტატო თამაშობს ძალიან აქტიურად, მეც ვთამაშობ ზოგადად Fantasy-ს, ბევრი წელია უკვე პრემიერ და მე მგონი შენც თამაშობ Premier League-ს. მე Premier League-ს არ ვთამაშობ, მე ჩემპიონთა ლიგას. ხო და აი ხა შეგინდა აირჩიო გინდა ჩემპიონთა ლიგას თამაშებ გინდა, იმას თამაშებ გინდა. როგორი პრინციპითაა ისე, ანუ როგორც Fantasy-ს წესებია, იგივე პრინციპით თამაშობ. ყოველ ერთ ტურიანია, შაბათ-კვირის არის მარტო როგორც ვიცი. Premier League-ს იქნება, აი მაგალითად ერთი ტური, 31 ტური შემდეგი ტური, იმ ტურში შეხვალ ლიგაში, შეეჯიბრები ყველა დანარჩენს, ვინც შენთან ერთად შემოვა ლიგაში და თუ შენ მოიგე, გახვალ პირველ ადგილზე და რაღაც პრიზს მიიღე. და მეორე ტურში დარესტარტება ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი მორჩება ორშაბათს, როცა ბოლო ტური იქნება Premier League-ის. მივიღებ მაშინ უეჭველი მონაწილეობას. გავიხსენეთ 10-11 წლების მილანი, ბოლოს წინა Scudetto ამ დიდი გუნდის, რომელიც იყო მე-18 ლიგით. და ძალიან საინტერესო გამოვიდა. მადლობა რომ მოხვედი. მადლობა შენ ტატო. მადლობა შენ. მადლობა მოწვევისთვის.